მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ქალბატონი ხათუნა, რომელიც ეძებს 1996 წელს 27 სექტემბერს დაბადებულ გოგონას. მშობიარობა იყო ქუთაისის პირველ სამშობიარო სახლში. მოგესალმები ხათო. პირველ რიგში გითხარი, აი შენი ეჭვი საიდან წამოვიდა, რომ ბავშვი შესაძლოა ცოცხალი იყოს? 2022 წელს მოკლედ გადავწყვიტე რომ მისულიყავი და რიგითობა გამოკეთებია იუსტიციის სახლში, რაღაც ეჭვი დაიბადა. მივედი, როცა ამოვიღე რიგითობა ბავშვების დაბადების წლების მიხედვით. პირველი შვილი მიფიქსირდებოდა მაია კილაძე. ანუ ძალიან გაკვირვებული დავრჩი ხა თავისთავად. და მეუბნები რომ პირველი შვილი გარდაცვლილი მყავს მეთქი და რაღაც გეშლება თქო რა, ესე მაია კილაძე, ანუ გაკვირვებული ვარ და არაო, პირველი შვილი გიფიქსირდებათ მაია კილაძეო. შემდეგ მოდის ქრისტინა თეკლა და ლუკაო. მეუბნება ეგეთ რაღაცას. მე დანარჩენი საბუთებიც ამოვიღე ყველაფერი, დაბადების მოწმობაც დაუმზადებიათ მოკლედ, ეხა ხავთ მიჭირავს. დიახ, ეს დაბადების მოწმობა, სახელი, ანუ თქვენ არ გაგიკეთებიათ დაბადების მოწმობა? მე არ გამკეთები, არავის არ გაუკეთებია. პირველსავე დღეს უთხრეს ჩემი ოჯახსწავლებს, რომ ბავშვი გარდაიცვალა 27-შივე. ანუ დილით დაბადებული, უკვე საღამოს უთხრეს, რომ გარდაიცვალა ბავშვი. შვილების რიგითობაში, რომელიც ამოღებული არის იუსტიციის სახლიდან, ბავშვი ფიქსირდება ჩვეულებრივად. ქუთაისის ნომერი 1 მაჩის ბიურო არეგისტრირებს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერს. დაბადების მოწმობაც გაკეთებული არის, ასევე გვაქვს გამოთხოვილი გარდაცვალების აქტი. გარდაცვალების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა, შემოწმდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, გვპასუხობს მამუკა ბერაძე. ტრაფიკინგის სააგენტოშიც გადავამოწმეთ ინფორმაციები და აქაც ბაზაში იძებნება 96 წელს 27 სექტემბერს დაბადებული მაია კილაძის სააქტო ჩანაწერის ასლი, რომელიც არის რეგისტრირებული ქუთაისის მაჩის ნომერ 1 განყოფილების მიერ და დედად ხართ მითითებული თქვენ. შვილად აყვანისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ძალიან საინტერესო ფაქტია, თუ დავადარებთ ამ მონაცემებს, სამშობიარო სარეგისტრაციო ჩანაწერებს, რომლებიც ამოვიღეთ სამშობიაროდან, ჩვეულებრივად არის გატარებული ქალბატონის მონაცემები და ადამიანი, რომელმაც მიიღო მშობიარობა არის აბულაძე და ესაიაშვილი. 7 თვეზე იყო ხო მშობიარობა? 7 თვეზე. აქაც ესენი გადაშლილია რაღაცები, ნახე აქ 34 კვირა წერია, აქ 32, ნუ რაღაცა. სხვა კვირა წერია, აქ სხვა კვირა წერია. 2,400-იო ბავშვი. 5 ფურცელი და გაწერის თარიღი. გაწერის თარიღი 2/10. 2 ოქტომბერს გაიწერე ნამდვილად? 2 ოქტომბერს არის გაწერილი ბავშვი, აქ წერია ესე, ჩვენ 27-ში უკვე გვითხრეს, რომ გარდაცვლილია ბავშვი, თუმცა მე არ ვიცოდი. მეორე დღეს უკვე სახლში გამომიყვანეს, ამოვედით და 2022 წელს ამოვიღე საბუთები ყველაფერი, სადაც თვალნათლივ ჩანს ყველაფერი. გამოძიებას დავიწყეთ, იცი შენ ყველაფერი. სააქტო ჩანაწერზე ხელი აქვს მოწერილი მაცაცო მუკბანიანს მოკლედ, რომელიც ახლა იმყოფება იტალიაში და თავის დროზე მუშაობდა, ქალთა განყოფილების მთავარი მედდა იყო. აზრიც არ ქონდა მაგას ალაპარაკს, ზოგადად ერთმანეთს აბრალებენ, ესე ისე. ხო, რა თქმა უნდა, როგორც მაძიებელმა დედამ დაუკავშირდი, მოთხოვე პასუხი ამ ჩანაწერების გამო და რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს უარყოფენ. და ითხოვენ ასევე, რომ არ დავასახელოთ და არ დავდოთ მათი მონაცემები, მაგრამ ყველას ისევ და ისევ მინდა მივმართო, რომ ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჩვენი შვილები არ იქნება ნაპოვნი და სანამ არ გავიგებთ, ვინ გააკეთა ეს
სად არიან ბავშვები გაშულებული და სანამ არ გავაერთიანებთ ჩვენს ოჯახებს. თქვათ აქვე რომ ვინაიდან და რადგანაც შენ გამოგატანის გარდაცვლილი ბავშვი სხვისი გარდაცვლილი ბავშვი გამოძიებამ როგორც ყველა ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს ექსგუმაციას და ექსგუმაციის შედეგად დადასტურდა თითქოს ბავშვი იყო შენი და დახურეს საქმე. ამიტომ ვეძებთ 1996 წელს დაბადებულ 27 სექტემბერს გოგონას თუ კი ვინმეს გყავთ ამ დაბადების თარიღით ბავშვი. ძალიან გთხოვთ გამოჩნდით, გვითხრით, გამოდით კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის დედები, ვინც ესე იოლად დათმობს ბავშვებს. სანამ დრო არის, მოვიდნენ ჩვენამდე, გამოვიდნენ კავშირზე, ერთად მოვაგვაროთ, ერთად გადავლახოთ ეს მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დაუნებურად შექმნეს ამ ჯავათებმა. სხვა კიდევ რა გინდა გითხრა? ერთ რამეს დავამატებ, რომ ამ მშობლებზე მაქვს საუბარი ახლა პირადად, რომ უბრალოდ უთხრან სიმართლე თავიანთ აყვანილ-შვილებს, კარგი გასაგებია მაშინ არ იცოდნენ, რომ უპარულ ბავშვს ყიდულობდნენ, ყველასთან ხარ გადახდილი ფაქტიურად. ეხლა ხო იციან, რაც ხდება რეალურად. იმის წარმოდგენა თუ არ შეუძლიათ, რომ ჩვენს ადგილას წარმოიდგინონ თავი, უბრალოდ ადამიანურად მიუდგნენ ამ საკითხს, ნუ იქნებიან ესეთი ეგოისტები, და მხოლოდ თავის თავზე არ უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ ამ პატარა საქართველოში ვინცად გადაიკვეთება შვილიშვილები, შვილთაშვილები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შვილები, ძმისშვილები და ნებისმიერი რა. აქ არც არის დასაფიქრებელი ეს, აუცილებლად უნდა უთხრან და დაელაპარაკონ და სანანებელი არ გაუხდეთ ზუსტად. ეს დაფარული და ყოველთვის ხავდება რაც არის დაფარული საერთოდ ცხოვრებაში და ჯობია რომ გაუმხილონ ვიდრე სულ ძალიან მალე დაიწყება მასობრივი დადესტვა ყველა აყვანილი ბავშვის ყველა დედისერთა ბავშვის ასე რომ ჯობია რომ დასხედით თქვენს აყვანილ შვილებთან და უთხარით ყველამ სიმართლე მე გეუბნებით ამას მე არ გავჩერდები მანამ სანამ არ ვიპოვი ჩემს შვილს მე აქ არ მინდა ძალიან ბევრი ვისაუბრო ყველაფერზე ძალიან ბევრი რამეც ვიცი იმიტომ რომ 22 წლიდან მივყვებით და თეო ჩემი მეგობარიც არის გვერდით მდგომი ადამიანიც არის და ყველასთვის გვერდით მდგომია გოგოა აი ბევრიც არ ვილაპარაკო ესე მართლა სამართლიანად ყველას უდგას გვერდით, ყველას ეხმარება, დაუღალავად და პარალელურად თავის შვილებსაც ეძებს. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით. აუცილებლად დადგება ის დღე, რომ ინანებთ ამ ყველაფერს, რომ თქვენ შვილებს არ დაელაპარაკეთ აბზდელ, ისა რა ქვია, აბზდელმა მშობლებმა. ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყველა დაისვით თქვენი შვილები წინ და დაელაპარაკეთ და უთხარით სიმართლე, ვიდრე სხვისგან გაიგებს და ვიდრე მასობრივი დატესტვისგან გაიგებს, რომ არის აყვანილი შვილი და ვიდრე შოკში ჩაგივარდება შვილები რა. ესეთი ამბისგან და მე მგონი დასაფიქრებელი კი არა, დიდი ხანია უკვე ფიქრობთ ამ თემებზე და არ ვიცი ეგოიზმი, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, არ ეუბნებით თქვენ შვილებს სიმართლეს. შვილებს არა, ხო, აყვანილ შვილებს. მაგრამ ეს შიში შესაძლოა გახდეს ხვალ ძალიან ცუდი შედეგის მომტანი, როდესაც ბავშვი გაიგებს, რომ მთელი ცხოვრება ზრდიდნენ ტყუილში. ტყუილში, ეგ ერთი და მე ჩვენ რა დავაშავეთ ვერ გავიგე. ხო, ჩვენ რა დავაშავეთ, რომ არ გაგვიყიდია, არ გაგვიჩუქებია, არავისთვის არ მიგვიწია უფლება რომ გაგვისხვისო და უცებ ვიგებთ, რომ ჩვენი შვილები სადღაც დადიან, იზრდებიან და ვიღაცეები მოგვიტანენ ხმებს, რომ თურმე ჩვენ გვიყურებენ, გვათვალიერებენ, ნაბიჯი გადადგით ჯობია. მარტო დათვალიერება არ არის. მარტო დათვალიერება არ არის საქმე და კიდე იმას ვიტყვი, რომ აი მიგვატოვებს, წავა მარტო დავრჩებით, არ არის ეგ სწორი მიდგომა რა. ცოტა სხვა თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს და ყველა შედით ჩვენს მდგომარეობაში უბრალოდ და უთხარით თქვენ შვილებს, თორე მე სანამ ცოცხალი ვარ, არ გავჩერდები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვი, არ ვიცი როდის, მაგრამ ვიპოვი ჩემს შვილს აუცილებლად დადგება ის დღე. და ჯობია რომ მართლა დასხდეთ და უთხრათ სიმართლე თქვენ შვილებს რა ამაზე სწორს ვერაფერს ვერ გააკეთებ ცხოვრებაში ეს უნდა შეიგნოთ და უნდა გაიგოთ არავინ არ გართმევთ აღზრდილ შვილებს უბრალოდ უნდა იცოდნენ ბავშვებმა სიმართლე უნდა იცოდნენ დედმამის შვილები უნდა იცოდნენ გვარი სახელი წარმომავლობა და ასე შემდეგ
რომ მომავალი ექნეს რა თქმა დაცული უნდა. და თუ კი მათ უყვართ, ასე ვიტყვი, აღზრდილი ბავშვები, ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ. ყველა ის ადამიანი, რომელიც არ ეუბნება აყვანილ ბავშვს, სიმართლეს, არის ეგოისტი და ის არ ფიქრობს ბავშვზე და მას არ უყვარს ბავშვი და გაბედოს, უნდა პოლემიკაში შემოვიდეს ამ თემაზე. და ვიტყვი კიდევ იმას, რომ ძალიან სწრაფად გადის დრო. წამია ეს წუთი სოფელი. ქვეყანაში რა ამბებიც ხდება ომთან დაკავშირებით. ვისი შვილი სად არის გაყვანილი, არავინ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ უკვე ოფიციალური ორგანიზაცია ვართ, ჩვენ მოვითხოვთ ყველა ოფიციალური დოკუმენტების ამოღებას გაშვილების თაობაზე. ასე რომ სანამ ჩვენ მოგიკაკუნებთ კარზე, სულ ცოტა დრო დაგრჩა. ძალიან კანონით ძალიან გთხოვთ, მოიყვანეთ ჩვენამდე ბავშვები. არ იცით ვისი შვილია, როგორც ამბობთ, მოდით ერთად გავარკვიოთ და ვისწავლოთ ერთად ადამიანურად და ცივილურად ცხოვრება.